ავტომობილების ტექნიკურ აღწერებში ხშირად გამოიყენება ტერმინი OEM. ეს ნიშნავს იმ ნაწილს ან პროდუქტს, რომელიც შექმნილი ავტომობილის მწარმოებლის მოთხოვნების შესაბამისად და ხშირად სწორედ იმავე სტანდარტით გამოიყენება ავტომობილში ქარხნული წარმოების დროს. როდესაც ავტომწარმოებლები ავითარებენ ახალ ძრავებს, ისინი დეტალურად განსაზღვრავენ, რა ტიპის ზეთი უნდა გამოიყენებოდეს კონკრეტულ ძრავში, რა სიბლანტე უნდა ჰქონდეს, როგორ უნდა მართავდეს ტემპერატურას, როგორ უნდა იცავდეს დეტალებს სვეთისგან და როგორ უნდა იმუშაოს სხვადასხვა დატვირთვის პირობებში. სწორედ ამ ტექნიკურ მოთხოვნებს ეწოდება OEM სპეციფიკაციები. ზეთების წამყვანი მწარმოებლები, მათ შორის Shell, აქტიურად თანამშრომლობენ ავტომწარმოებლებთან და ზეთებს ავითარებენ სწორედ ამ სპეციფიკაციების შესაბამისად. ასეთი ზეთები გადის მრავალეტაპიან ლაბორატორიულ და პრაქტიკულ ტესტირებას, რათა შეესაბამებოდეს კონკრეტული ძრავის ტექნიკურ პარამეტრებს და მუშაობის პირობებს. ძრავის ზეთი ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკური სითხეა. მისი მთავარი ფუნქციაა ძრავის შიდა დეტალების შეზეთვა, ხახუნის შემცირება და ტემპერატურის კონტროლი. გარდა ამისა, ზეთი ასრულებს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან როლს. ასუფთავებს ძრავის შიდა ნაწილებს ნალექისა და დამბიძვრებისაგან, ამცირებს კოროზიის რისკს და ეხმარება ძრავს უფრო ეფექტურად იმუშაოს. გაზაფხულის ზაფხულის პერიოდში გარემოს ტემპერატურა მატულობს, რაც პირდაპირ მოქმედებს ძრავის მუშაობის პირობებზე. განსაკუთრებით ქალაქში მოძრაობისას, საცობებში ან გრძელ მგზავრობაზე, ძრავა ხშირად მუშაობს უფრო მაღალი ტემპერატურის რეჟიმში. ასეთ სიტუაციაში ზეთის ხარისხი და მისი დამცავი თვისებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. დროთა განმავლობაში ძრავის ზეთი კარგავს თავის თავდაპირველ თვისებებს. ძრავის მუშაობის პროცესში მასში გროვდება ნალექი, საწვავის ნარჩენები და მიკროსკოპული მეტალის ნაწილაკები. შედეგად ზეთის ეფექტურობა მცირდება და ის ვეღარ უზრუნველყოფს იმ დონეზე დაცვას, როგორც ახალი ზეთი. სწორედ შერჩეული და დროულად შეცვლილი ძრავის ზეთი ხელს უწყობს ძრავის სტაბილურ და ეფექტურ მუშაობას, ძრავის შიდა დეტალების ნაკლებ ცვეთას, საწვავის მოხმარების ოპტიმიზაციას, ძრავის სიცოცხლის ციკლის გახანგრძლივებას. სწორედ ამიტომ ავტომწარმოებლები ყოველთვის მიუთითებენ, რომ ძრავისთვის გამოყენებულ უნდა იქნას OEM მოთხოვნების შესაბამისი ზეთი და მისი შეცვლა უნდა მოხდეს რეგულარულად.